საუბარი დავიწყოთ უახლესი დეტალებით. დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც მარჯანიშვილზე ჯერ მოქალაქე დაჭრა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს დანა ჩაარტყა. ეს არის ლაშა ამაშუკელი, რომელიც ბრალის წარდგენას წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდება. მასთან სავარაუდოდ დღის განმავლობაში შევლენ გამომძიებლები და ბრალის დადგენილებას ოფიციალურად გააცნობენ. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, ირკვევა, რომ მარჯანიშვილზე გუშინ ერთმა მოქალაქემ ცივი იარაღით მოქალაქეს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა იმ დროს კი, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შენიშნეს ეს ფაქტი, დაიწყეს დაკავების ღონისძიება, მოუწოდეს მოქალაქეს შეჩერებისკენ, თუმცა მამაკაცი მათ არ დაემორჩილა და მეტიც ცივი იარაღით საპატრულო პოლიციის თანამშრომელს სახის არეში დაზიანებები მიაყენა. მამაკაცი ახლა კლინიკაშია, ის მკურნალობის ეტაპს გადის და დღეს სავარაუდოდ ის კლინიკაში დარჩება. ადგილზე მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ თავდაპირველად იყო მოქალაქეებს შორის ჩხუბი, მაშინ კი, როდესაც პოლიცია მივიდა ადგილზე რეაგირებისთვის, ლაშა ამაშუკელმა ცივი იარაღით საპატრულო პოლიციის თანამშრომელს სახის არეში დაზიანებები მიაყენა. ყველაფერი. ჯერ ერთი ადამიანი დაჭრა და მერე პოლიციელია. თქვენს ასე გაიგეთ? ეს საპატრულოს თანამშრომელია, ხო? და მერე აქ სკორი მოვიდა და სკოლაში შეიყვანეს. ხო. პოლიციელი ის? ის მეორე ადამიანი? მეორე არა. მეორე აღარ გითხავთ? არა, ჩვენ ერთი ამბავი რომ მაშინ გავხდები და უკვე თითქმის დამთავრებული იყო ეს ყველაფერი. ბევრი პოლიცია იყო? ერთი პოლიციელი იყო სახეზე დაჭრილი? ეს დაკავების დროს დაჭრა, ხო? უკვე ერთი ამბავი რომ იყო და მაშინ ვიკითხეთ რა მე რა მოხალხალა რომ ერთი პოლიციელი იყო დაჭრილი, ეგ გაიგეთ, ხო? მოქალაქეო და პოლიციელი. ხო. ჯერ ერთი მოქალაქე დაჭრაო და დაკავების დროს პოლიციელიო, ასე იცით ხო თქვენ? ასე ვიცით მე. კამერებზე ვინმე ხوار მოსულა თქვენთან? ეხლა გავაღებ ედი კამერა, გუშინ დაგეტილი იყო. ხო. აფთიაქ ეხლა გავაღებ. და რაც გახსენით, არავინ არ მოსულა. გუშინ აქ დაჭრა რომ მოხდა მოედანზე. თქვენთან პოლიცია კამერების შენაწერებზე ხოლმე მოსულა. მე საღამოს მენა ჩემს მერე იყო რაც მოვედი და არავინ არ ყოფილა. არავინ არ მოსულა, ხო? აქ ხوار მოსულან დახმარების არა, არავინ არ მოსულა. კამერებზე ნამდვილად არავინ არ მოსულა. არავინ არ მოსულა. პოლიციელი და მოქალაქეო, ხო? თქვენთან კამერებზე ხوار მოსულან? ან გამოკითხვაზე ხوار გადაუყვენ? არაფერი, ხო? მსგავსი. როგორ გადაადგილდებოდა ლაშა ამაშუკელი დედაქალაქის ცენტრში დანით შეიარაღებული? ეს ახლა მთავარი კითხვაა დღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ყველა მოქალაქეს, ჩხრეკენ თუ არა მათ და ადგენენ თუ არა, აქვთ თუ არა ამ ადამიანებს რაიმე კანონსაწინააღმდეგო, თუმცა ძალოვანი უწყების თანამშრომლები ამ მომხდარი მძიმე ფაქტის მიუხედავად პირველების კითხვებს არ პასუხობენ. მოქალაქეებს არ ჩხრეკთ თქვენ ქუჩაში? აი გუშინ დანით შეიარაღებული პირი რომ გადაადგილდებოდა მარჯანიშვილზე, გეცოდინება თქვენი კოლეგა დაჭრა ერთი დანით. შემოწმება არის სასახურს აქვს პრესიკოლე იმასე არ ვაკეთებთ ბიზანდით შინაგან საქმეთა სამინისტროს ესენ და ვკითხოთ მოქალაქეებს ჩხრეკთ თუ არა თქვენი განყოფილება? კი ბატონო, შეგიძლიათ ეგეც კითხოთ. საპროტესტო აქციაზე მოქალაქეებს უმოწმებთ ჩანთებს და ნიღბებს ამოწმებთ და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არ არის სავალდებულო რომ შეამოწმოთ დანით რომ დადიან ადამიანები? ორმაგის სისხლიანი ანგარიშსწორებისთვის დაკავებული ლაშა ამაშუკელი ახლა ბრალის წარდგენას ელოდება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სავარაუდოდ დღეს მას ბრალს წარუდგენენ და არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლემ დღესვე იმსჯელოს მის აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უკვე აქვთ მთავარი მტკიცებულება ვიდეო კამერების ჩანაწერები, სადაც ორი თავდასხმის ეპიზოდი ჩანს.